პირველი რაც იყო ამ მონიტორინგში ეს იყო მახინჯაურის ბავშვთა სახლის მონიტორინგი. ამის შესახებ მონაცემები ჩვენ გვერდზეც დევს, ოფიციალურ ვებსაიტზეც და Facebook-ის გვერდზეც. მოკლედ რო გითხრათ შეჯამებულად რა ვნახეთ იქ, ძირითადად თუ იქ იყო ტიპიურად დაუშვათ 10 პუნქტისგან შედგება შეფასებითი ნაწილი. 8 პუნქტი მინიმუმ აბსოლუტურად აკმაყოფილებდა ყველანაირ პირობას და უფრო მეტიც იყო ვიდრე მინიმალური მოთხოვნები არის. რაც შეეხება შენიშვნების ნაწილს, იყო რამდენადაც მე მახსოვს 2 შენიშვნითი ნაწილი ტექნიკური რეგლამენტის ხასიათის, როდესაც საუბარი ეხებოდა ნორმატივებს კვადრატული მეტრი რამდენი უნდა მოდიოდეს თითოეულ საწოლზე, ანუ აბსოლუტურად ტექნიკური. მთლიანად ეს ანგარიში ღიაა, მიწდომადია და შეფასება არის ცალსახად პოზიტიური, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, რაიმე არსებითი სახის შენიშვნა არ ქონია. ეს პროცესი გრძელდება და ეს ანგარიშები გამოქვეყნდება და მისდომადი იქნება ეტაპობრივად.